ყველაზე კარგად რომელ ჩემპიონატში გრძნობდი თავს? შენც კომფორტული რომელი იყო? ჩინეთში. ყველა გოლების ამბავში თუ ისედაც ცხოვრების ამბავში წარმატყო ბევრი რაღაც შემოდის სულადი რა. იქ ენა, იქ ისა. ანუ მაშინ ესე გეტყვი რომ ყველაზე ცუდად ალბათ პოლონეთში გრძნობდი თავს, იმიტომ რომ არ მომიწია ბევრი თამაში, იმიტომ რომ მწვრთნელი ვინც მე მომითხოვა, ვინც დამირეკა, ვისაც უნდადი რომ წავსულიყავი ჩემპიონთა ლიგა მეთამაშე რაღაცები, ანუ გაუშვეს ერთ კვირაში რომ ჩავედი. მომიწია რაღაცა 7 თვეში თუ რაღაც 8 თვეში მომიწია რაღაცა 14-15 თამაში, და შეიძლება ცოტა ნაკლები. და ეგ იყო ჩემთვის, ანუ აი პოლონეთი რომ ახსენდი, მაგრამ ანუ ვითამაშე ჩემპიონთა ლიგაზე ძალიან სასიამოვნო იყო, ანუ შემიძლია მე რაღაც კომენტარები გავაკეთო, მაგრამ ყველაზე კარგად ხო, აი ყველაზე კარგად მაინც ალბათ ჩინეთში. იმიტომ რომ ანუ ასაკიც ანუ როგორ თქვა რომ აი გამოცდილება მივიღე. ძალიან გამოცდილები ვიყავი, ფეხბურთელებიც აი წეღა რომ აღნიშნე რომ აი უცხოელი ფეხბურთელები ძალიან დიდ უპირატესობას ქმნიან, ანუ ძალიან კარგი გუნდელები მყავს, ანუ უცხოელები, ანუ აი სხვას რო 2 და 3 თავი ჯობნიან ეგეთი. და ანუ აი როგორც ფეხბურთის ხარისხით ძალიან ვისიამოვნე. ძალიან სასიამოვნო იყო, მეც გავიხსენი ბოლომდე და აღსანიშნავი იყო ეგ რა.